სამებით აი მთელი რიგი არ ვიცი ხა განგები უზუსტობა გაგეპარათ ეხა თქვენ შესავალ სიტყვაში თუ მართლა ასე ფიქრობთ და ამიტომ ამბობთ თუ უბრალოდ უნებლიეთ თქვენი საუბრობთ გიპასუხებთ ეხა დაპირისპირებაზე საუბრობთ პოლარიზაციაზე საუბრობთ თუ თითქოს არსებობს დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. თქვენ მართლა გგონიათ რომ ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში? შემთხვევით სხვა რამე ხომ არ ხდება. და გეტყვით თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ჩვენ რა კადრებსაც ხედავთ რეგიონებიდან ბატონიკა ის არის ნამდვილად დაპირისპირების ამსახველი ფაქტები. თქვენ რა დაპირისპირებას გულისხმობთ და ისედაც პოლიტიკურ ძალებს შორის რომ დაპირისპირება მე მგონი არ არის ახალი თემა. თავარ პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის განგებ, რასაც გავიგე ახლა განგებ გინდათ რომ პენეტრირდეს საზოგადოებაში, რომელსაც ცხადად აქვს სურათი დანახული, რომ დაპირისპირება ქვეყანაში არ არის. დაპირისპირება რო არსებობს, უნდა არსებობდეს ორი მხარე. დაპირისპირება ხალხში არ არის. არსებობს ერთადერთი მხარე. ხალხს არ გულისხმობ, ბატონიკა, მე ვიგულისხმებ პოლიტიკურ ძალებს შორის. და ვაზუსტებ ამიტომ თქვენ რა ქართული საზოგადოება დგას მთელი ქართული საზოგადოება დგას და მეორე მხარეს დგას მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფი ოლიგარქიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ აქვს საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნების ცხოველური ინტერესი, ანგარებითი ინტერესი აქვს. და რას ემსახურება ეს ნებათაღელვა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმ ისტორიული არჩევანის უარის თქმის გაცხადებულ უარის თქმას ქართველი ხალხის სახელით ბიძინა მამონიშვილის რეჟიმის მხრიდან. დიახაც, რომელიც ძალა საუბრობს დეპოლარიზაციაზე, როდესაც ელემენტარულად ფლაერები, ეგრეთ წოდებული რიგდება, რომელიც არის შინაარსით დატვირთული, თუ რა არის, კიდევ ერთხელ თუ კი ვინმეს ეს სჭირდება, კარგად გაიგოს საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც შესაძლებელია ჯერ ცხადად არ აქვს დანახული, თუ რისთვის არის ეს ბრძოლა გამართული, აი ეს ფლაერები რიგდება და ადამიანები, ჩინოვნიკები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულნი, ქართული ოცნების დეპუტატები თავს ესხმიან განსხვავებულ ადამიანებს. ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისითაც. სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლებით დაწყებული, გაგრძელებული უბრალო სხვადასხვა პარტიების წევრების და თავმჯდომარეების და ასე შემდეგ. და ქართული ოცნება საუბრობს იმაზე, რომ თურმე დეპოლარიზაცია მათ ძალებს აღემატება, ვინაიდან ორი სუბიექტია ამისათვის საჭირო ოპოზიცია და ხელისუფლება და თუ ოპოზიცია ხელს არ შეუწყობს, როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია? ქართულ ოცნებას ჯერთვის უნდა ვთქვა, რომ თავშივე ყოველთვის განგებთ სწორად ესო და რა არის პოლარიზაცია და დეპოლარიზაცია. მათი გაგებით დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს, როდესაც გაანადგურებ განსხვავებულ აზრს ქვეყანაში. როგორ ხდება, როდესაც გამგებლების მოადგილეები, როდესაც დაქირავებული მუშაკები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გამოდიან და თავს ესხმიან მათ შორის კარგი, ბატონიკა, გასაგებია ჩვენ აუცილებლად ვკითხავთ. ჯერათ, ერთი წუთით, არ არის გასაგები, თუ შეიძლება ჯერათ, რომ მე პასუხებს არ ვცემ, მე კითხვებს ვარ ბატონიკა. არა, თქვენ იმისით მე შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ბატონიკა. დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა არ დგას. თქვენ მართლაც გჯერათ იმისი, რომ ქართული ოცნება, რასაც დღეს ლაპარაკობს, უკვე თვეებია, მაგრამ დღეს მათ შორის ჩემს კითხვაზე რომ მიპასუხოთ, ბატონიკა, გავიგე თქვენი პოზიცია. სათაგური იყო, ყოფილა აპლიკაციის ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ ბევრი კითხვა მოვასწრო. ანუ 3 ივლისის აქცია უკვე ოპოზიციის მიერაც არის ორგანიზებული და არა მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის, რაც იყო 20 და 24 ივნისის შემთხვევაში. თქვენ არიღებთ მონაწილეობას ამ აქციებში, როგორც ჟურნალისტი, არიღებთ მონაწილეობას. მე უნდა გავაშვებ აქცია, ბატონო ნიკა. დიახ, არა, თქვენ არიღებთ 20-ში მუშაობდით, 24-ში მუშაობდით და 20-ში მუშაობდით. დიახ, მე ასე მესახება ჟურნალისტის მუშაობა. მე ასე მესახება რომ გავაშვებ მოვლენები, ბატონო. არა, ჟურნალ დღეს ზუსტადაც აი აქ არის, დიახაც თქვენი დიდი შეცდომა რბილად რო ვთქვათ. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის ეროვნული პროცესი, სადაც ისტორიული არჩევანის დაცვას ვცდილობთ. იმ რეჟიმისგან, რომელმაც გაბედა და ქართველი ხალხის სახელით უარი უთხრა დასავლეთში ინტეგრაციაზე.
და ეს ამიტომაც დიდი პატარა ბებია, ბაბუა, მამა, შვილი ყველა ერთად გამოვდივარ და მშვიდობიანად კონსოლიდირებულად გავდივართ. მათ შორის გვასუხოთ მე მგონი ამ კითხვაზე, მათ შორის ყოფილი ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რომელთა დიდი ნაწილი ქართულმა ოცნებამ დაკარგა, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ის ოსტატურად მიღებდა საკუთარ საგარეო პოლიტიკური კურსის პრეფერენციებს და აჯერებდა ალბათ, რომ ნამდვილად ჰქონდათ მათ მისწრაფება დასავლური და როდესაც დასავლეთმა მათთვის ქართული ოცნებისთვის მოულოდნელად ფანჯარა, კარები, ყველაფერი გააღო და მოგვიწოდა რომ მობრძანდით ღიაა თქვენთვის ეს ყველაფერი და წამოიწყეს წარმოუდგენელი თავდასხმა ყველა დასავლელ პარტნიორზე და ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ რომ სათაგური იყო აპლიკაციის შევსებაო და რაზე გვათქვევიეს უარი მშვიდობაზე გვათქვევიეს კეთილდღეობაზე და განვითარებაზე ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ამ ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობას და დაცულობას პირველ რიგში და არა უკან უფაში პენზაში და იაროსლავში იქნება თუ არა ბატონიკა კვირის აქციაზე რომ ვისაუბროთ დიახ აი იქნება თუ არა უკვე პოლიტიკური გამოსვლები ჩვენ ნახეთ რომ თქვენ რო იდგეთ ქართველი ხალხის გვერდით თქვენ ამ კითხვას მე არ დამისმევდით და თქვენც იდგებოდით იქ როგორც თქვენი ბევრი კოლეგა დგას თქვენ რას მეკითხეთ თქვენ მართლა გჯერათ რომ ეს პროცესი არის მხოლოდ პოლიტიკოსების მონაწილეობის მისაღები პროცესი უბრალოდ აქციის ფორმატთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები ხომ გვაქვს უფლება რომ ჩვენ კითხვები დავსვათ ბატონიკა თქვენ თუ გიზიანდებით ეს არ ნიშნავს რომ კითხვა არ უნდა დაისვას და გეკითხებით იქნება თუ არა პოლიტიკური გამოსვლები და უნდა მიპასუხოთ ან არ მიპასუხოთ არ ვიცი თქვენ თავს პოლიტიკური გამოსვლები ეს პროცესი არ არის ძალაუფ ხელისუფლებაში მოსulis პროცესი და ბრძოლის ეტაპი თამთა ეს თუ დღემდე თქვენ ვერ გაგიგიათ არ მჯერა რომ ვერ გაიგეთ უბრალოდ არ გინდათ რომ გაიგოთ ეს ეტაპი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ყველაზე ისტორიული არჩევანის რეალიზების პროცესი სადაც ყველა დიდიან პატარიანად ჩაერთო იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა რომელსაც თქვენ როგორც ჩანს დღესაც კვლავ იმპონირებთ რბილად რო ვთქვათ ასევე ხო გადაწყვიტა რომ ყველაზე ღირებული რაც კი აქვს ქართულ ადამიანს აი ყველაზე დიდი ღირებულება სასწორზე დადოს და რისკის ქვეშ მოაქციოს და ქართულმა ხალხმა ეს იგრძნო ქართულ ხალხმა ეს დაინახა ბიძინა ივანიშვილისთვის და ოლიგარქის წარმომადგენლობისთვის დიახაც უცხოა მე არ ემიკვირს ეს უცხო არის 20 ივნისი უცხო არის 1999 წლის 9 აპრილი უცხო არის ეროვნული ინტერესი უცხოა სამწუხაროდ ამ ადამიანს არ ესმის ქართველი ადამიანის ხელისუფლების მიცემული არის ვადა 3 ივლისამდე რომ ტექნიკური მთავრობა დაკომპლექტდეს ის შეასრულოს არა ჯერ გეკითხებით უბრალოდ 3 ივლისამდე ეს ვიცით 12 არა კითხვას დავასრულე ბატონიკა კითხვას დავასრულე როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს 24 ივნის 3 ივლისამდე აძლევენ ისინი ვადას ხელისუფლებას რომ ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე მიიღონ მათგან პასუხი თანხმდებიან თუ არა ხელისუფლებისგან ვხედავთ რომ დიდი ალბათობით იქნება უარი მათი განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ. აი შემდეგ როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება, რა იქნება შემდგომი სამოქმედო გეგმა თქვენი ოპოზიციის სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს. თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ. თქვენ არ გაქვთ უფლება დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ხართ. თქვენ ეთანხმებით საზოგადოების ამ სამართლიანობას. საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტი ბატონიკა. მოთხოვნა 12 საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტი რო ყოფილიყავ თქვენ ჩემთვის კითხვების დასასმელად მერთვებით ახლა პირდაპირ ეთერში ბატონიკა იგივე პასუხს არა უბრალოდ ჩემს წინაშე უბრალოდ მე ვესაუბრები ადამიანს რომელსაც დღემდე ამ წუთის მდგომარეობით ვერ გაუგია ქვეყანაში რამ გამოიწვია ეს თქვენი შეფასება ბატონო თქვენ არ იცით მე რა პოზიცია მაქვს და თქვენ ჩემი პოზიციის შესაფასებლად ვართ ახლა მოსულ თქვენ კითხვები და გამომდინარე არა მე გეკითხებით უბრალოდ როგორი არის სამოქმედო გეგმა ეს კითხვა არ შეიძლება რომ მოქალაქეს კონდეს და ჟურნალისტს პასუხობთ ერთი და როგორი არის თქვენი სამოქმედო გეგმა ბატონიკა მიპასუხეთ რატომ ხართ ესე აგრესიულად განწყობილი მე მგონი ყველაფერი არის აგრესიული თქვენ წინაშე მე აგრესიული რატომ უნდა ვიყო თქვენი პოზიციის მიმართ აგრესიული კითხვებს და მე თქვენი პასუხები მაინტერესებს მაყურებელს ჩემი პასუხი საერთოდ არ აინტერესებს და ჩემი პოლიტიკური შეფასებები მერწმუნდეთ დამაცადოთ გაცდით და გეუბნებით როგორი იქნება სამოქმედო გეგმა
ჩვენი აზრიც აინტერესებს. ტელევიზიით და ჟურნალისტის აზრი მაყურებელს მერწმუნეთ, მაყურებელზე მეტად რესპონდენტის აზრი აინტერესებს ამ მომენტში. თქვენი როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის. და ამას გიხსნით მეც, კიდევ ერთი მოგზაურობით შეგახსენებდით. ამ პროცესში პროფესიულ კუთვნილებას მნიშვნელობა აღარ აქვს. პოლიტიკოსი, ინჟინერი, პედაგოგი, ბანკირი, არ ვიცი მე, აგრარულ ბაზარში დასაქმებული ადამიანი, სტუდენტი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანი ერთ პოზიციაზე დგას, ნუ თუ ამას თქვენ ვერ ხედავთ. და სიმტკიცით, სიმშვიდით, კონსოლიდირებულად, აი ასე ერთად. დიახაც, მანამ სანამ ხელისუფლებას არ დაუნაცდება ის გონება, რომ ხალხის ენებაზე დაყრეს, ეს პროცესი ბუნებრივია, არ შეჩერდება. არავინ არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ზურგი უდრეკოს და შეაქციოს დასავლეთს და უკან გაგვაქანოს ტკინდვეულ საბჭოთა კავშირში, რომლის სხვაგვარი რეკონსტრუქცია მონდომებია, ვის ჩემზე კარგად იცით. ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება ყველაფერი და მე იმედი მაქვს, რომ ამ ქართველი ხალხის რიგებში თქვენც იქნებით, როგორც ერთი საქართველოს მოქალაქე. აქ უკვე ვეღარანაირი ბიძინა ივანიშვილი და ოლიგარქი და მისი წარმომადგენლები, რომელსაც ეროვნული ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ, დიახაც, ვერ გადაწონის იმ ღირებულებას, იმ ეროვნულ და ევროპულ იდეას, რის გამოც თაობებმა იბრძოლეს. და მე უბრალოდ თქვენ მაკვირვეთ, მეტი არაფერი თქვენ ვერ გაგიგიათ, ნუ თუ მართლა რა პროცესს აქვს ახლა ადგილი ბატონო ნიკა, მე გისვამ თქვენ შეკითხვებს. როგორ განვითარდება მოვლენები, მანამ განვითარდება სანამ ანტისახელმწიფოებრივი, დიახაც, აი ეს დაჯგუფება, რომელმაც მიიტაცა მართვის სადავეები, რეალობას თვალს არ გაუსწორებს და ჩემის აზრით ის მოთხოვნები, რომელიც ხალხის სახელით აქციის ორგანიზატორებმა გაასაჯაროვეს, არის ძალიან სწორი მოთხოვნა და რატო? პირველ რიგში ეს არის მაკონსოლიდირებელი, მეორე ხელისუფლებას ეძლევა შანსი, რომ გონს მოეგოს და ამას გეკითხებით, ბატონო ნიკა, თუ ხელისუფლება უარს გეტყვით, თუ ხელისუფლება და დიდი ალბათობით ასეც იქნება. შემდეგ რას აპირებთ? ეს არის იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ამიტომ ხდება ეს შეკითხვა. რაც თქვენთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები, რომ არ აპირებს. რომ არ აპირებს შეასრულოს ის მოთხოვნები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აასრულებს რეალურ ოცნებას ქართველი ადამიანის და ერთ ძალიან მტკიცე ნაბიჯს გადავდგამთ დასავლეთის მიმართულებით. თქვენ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს? და თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება მოწადინებული იყო, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო? შეთქვებით განგებ ხო არ მოიქცა ისე როგორც მოიქცა და არ ვიცი, არც ერთის კაბრეზული სიტყვა არ დაიშურეს, რითიც არ შეამკეს ყველა ის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი, ვისაც პრაქტიკულად ქონდა განწყობაც, ქონდა ალბათ გადაწყვეტილებაც, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებდა სტატუსს ევროკავშირის მხრიდან და ევროპული საბჭოს სვომის შემდეგ ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ შანსი მოგვეცა დეკემბრის თვეში მაინც მოვიპოვოთ, ხომ? და ამისათვის ეს რომ მოხდეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დროებითი მთავრობა, რომელიც განახორციელებს ამ მოთხოვნების შესრულებას და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება გეუბნება, რომ მე ამას არ გავაკეთებ. გეუბნება, რომ რა გვეჩქარებაო, 13-15 წელიწადი გვაქვს წინო. იმასაც კი ვერ ხდებიან, რომ ამას აღარავინ აღარ იყიდის ქვეყანაში და საზოგადოებაში. კი ბატონო, შეიძლება წლების განმავლობაში ჯანჯდებოდა გადაწყვეტილების მიღება ევროპაში, სხვადასხვა ტიპის, მაგრამ პოლიტიკური თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, შემდეგ დაჩქარდა, აქსელერაცია მოხდა და 60 წელიწადში რაც უნდა მიიღო მაგალითად შესაბამის ევროკავშირის სტრუქტურებს გადაწყვეტილებების სახით, ხედავთ რომ 1, 2 და 3 თვეში იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამ ყოველთვის ფონზე გამოდის ბატონი კობახიძე და საუბრობს რომ რა გვეჩქარება 14-15 წელიწადი გვაქვს. რა იქნება ჩემი სამოქმედო გეგმა, ის იქნება რასაც ხალხი გადაწყვეტს. ხალხი რასაც გადაწყვეტს, ამას გიხსნით,
10 წუთის განმავლობაში რო აქ პოლიტიკოსი, სტუდენტი, სკოლის მოწაფე, ვისაც გააზრებული აქვს თუ რა პროცესებს აქვს ადგილი, ეს ყველა ადამიანი ერთად იღებს გადაწყვეტილებას. და რაც არ უნდა ქართულმა ოცნებამ, რეჟიმის წარმომადგენლებმა, გასაგებია ბატონი თქვენი პოზიცია, შემდეგ კითხვას პროპაგანდისტული არხებით, ეს ზიზღის ბუშტები გაბეროს, ქართველი ხალხი მტკიცედ, ურყევად მოახერხებს და ხორცს შეასხამს ამ ისტორიულ არჩევანს. ბატონიკა, ხელისუფლება მაინც განიხილავს, რომ რატომ ჩნდება ეს კითხვების შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად გვესმის მმართველი გუნდის ნარატივი იმის შესახებ, რომ ეს არის ბაკურიანის შეკრების არეულობის გეგმის ნაწილი, იგივე 3 ივლისის აქცია. ისევე როგორც 20 და 24 ივლისის აქციებს განიხილავდნენ, თუმცა უფრო მეტი მოლოდინია 3 ივლისის აქციის მიმართ. და მათ შორის არა სტუდენტები. სტუდენტებს რო გაუსწორდნენ. ჩვენ აუცილებლად გითხავთ სპეციალურად მოვიწვიეთ მიხეილ სარჯველაძე და შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მიხეილ სარჯველაძემ რა უნდა გიპასუხოთ? ნუ გამაგიჟეთ ეხა ქალბატონთან მიხეილ სარჯველაძემ რა უნდა გიპასუხოთ? ეხა მიხეილ სარჯველაძეს რო კონდეს ხელისუფლების პოზიციას თქვა გაგვაჩნობს, ეს არის ხელისუფლებას როგორი შეფასება აქვს ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა. ჩვენი აზრი მაინტერესებს დღეს, მათ შორის, როდესაც სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასთან ჰქონდა ადგილი? ნებისმიერ ძარც არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს ბატონო ნიკა, არანაირ ძალადობას გამართლება არ გულშება გამართლება კონდეს. ჩვენგან შეფასებებს მოითხოვთ ბატონო ნიკა, მე თქვენგან ველოდები სისტემურად ხელისუფლების მხრიდან არის. არა მე მინდა თქვენ დაგეხმაროთ. თქვენ კითხვებზე პასუხების ნაცვლად მე მისვამ შეკითხვებს ბატონო ნიკა. უნდა იყოთ ამ ისტორიული პროცესის მონაწილე 1 და ისტორიის სწორ მხარეს 2. ბატონიკა, მე ვფიქრობ, რომ არასწორი სტრატეგია გაქვთ ახლა პირდაპირ ჩართვის დროს გამოდგენ გინდათ რომ კითხვები მე დამისვა და ხა მე არ მინდა ის გაკადროთ რომ ჟურნალისტიკის როლის შესახებ ახლა განმარტებები გავაკეთო. 5 დღე მესმის რომ დაღლილი ბრძანდებით, დიახ. იმ დამიჯერ გესმით რა გესმით? რატო საერთოდ დაასწრო? არა, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია მე გისვამთ კითხვას და თქვენ კონტრშეკითხვებს მივიღებთ. მაყურებელს თქვენი აზრი აინტერესებს. გასუხობთ თუ დამაცით უფრო მეტი რომ მოახერხო და ვისაუბრო მადლობელი ვიქნები გავიგე თქვენი პოზიცია რომ არაპირებთ არც ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას როგორც საქართველოს მოქალაქე და არც გადაგებ ამიტომ ჩაგვერთეთ რომ ამ ჩემი პოზიციის გაგება გაინტერესებდათ ბატონო ნიკა ძირფასო საზოგადოებრივი მაუნწყებლის მაყურებლებს ახლა გიყურებენ თქვენ და აინტერესებთ კითხვებზე ერთი ადამიანი არ შემხედრია ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად იკრიბებიან. და ეს რო იცის ქართულმა ოცნებამ, ამიტომაც მიმართა აი ამ ხერხს, რომ ჩინოვნიკები გამოიყვანა გარე. ეს უკვე ვთქვით, დიახ, გასაგები, ამაზე ვკითხავთ ჩვენ შემდგომ სტუმარს აუცილებლად. ეხლა ტექნიკურ თავრობაზე კითხავთ ბატონიკა, ტექნიკურ თავრობას აი რა მიზანი აქვს, იცით რატომ გეკითხებით, აი იყო შეხსენებები, იგივე მე არ გულისხმობ ქართულ ოცნებას, იგივე ოპოზიციიდანაც ცალკეულმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რა აზრი აქვს ტექნიკური მთავრობის შექმნას, თუ უმრავლესობას წარმოადგენს ქართული ოცნება პარლამენტში. იაკობ ხვიჩიასგან იყო იქ ცალკეული წარმომადგენლებისგან განცხადებები და ისედაც ხდება შეკითხვა, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია ამ 12 რეკომენდაციაში, შესაბამისი კანონპროექტები უნდა მიიღოს პარლამენტმაც, ხომ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით და იმ კანონებთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ითხოვს ევროკომისია. და ტექნიკური მთავრობა თუ ჩამოყალიბდება პარლამენტში უმრავლესობას ქმნის ქართული ოცნება. დიახ, აი ამაზე მაინტერესებს პასუხი. გავიგე, ეს რეჟიმი არ აკეთებს ამ ყველაფრის გაკეთებას. და არ დაგავიწყდეთ თქვენ ის რაც იცით, უბრალოდ შეგახსენეთ. წყარო ხელისუფლების არის ხალხი. და ხალხი წადილი არის. განხორციელდეს რეფორმები, რომელიც არ განახორციელა ამ რეჟიმმა 10 წლის განმავლობაში. და ახლაც ამბობს, რომ მე არსად არ მეჩქერება 14, 13, 15 წელიწადი მაქვს წინ. ამიტომაც დიახაც დროებითი მთავრობა უნდა მოვიდეს მართვის სადავეებთან, სადაც არც ერთი პოლიტიკოსი, არც სამოქალაქო ის აქტიური წარმომადგენელი იქნება ამ მთავრობაში წარმოდგენილი, რომლებიც ახლა არიან აქტიურები ამ პროცესში. ეს მთავრობა დროებითი უნდა დაკომპლექტდეს შესაბამისი პროფესიონალიზმით აღჭურვილი ქართველი ადამიანებით, საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ისტორიული შანსის რეალიზებას და ამის შემდეგ ბუნებრივია ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა სამართლიანად ღელავს, დამშვიდდება და
ქვეყანაში გაჩნდება შესაძლებლობა რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ბატონიკა, დიახ, თქვენ თუ გჯერათ რომ იმ 12 რეკომენდაციიდან ეხლა მე არ მიყვის ქართული ოცნების რომ თავისი ნებით ამას არაკეთებენ, იმიტომ ერთ-ერთი მაგალითისთვის ერთი რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულო რაც მათ ჰქონდა და ახლაც აქვთ, რა არის, ხო? რომ გენერალური პროკურორი მაგალითად არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მორჩილი. დეოლიგარქიზაცია რას ნიშნავს? დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ყოფილი მცველები მინისტრებად არ უნდა იყვნენ. ეხლა თქვენ შეიძლება მე მითხრათ, რომ გკითხოთ და თქვათ, რომ ბატონი გომელაური ქვეყნის შინაგასაქმეთა მინისტრია. მე გეტყვით, რომ ბატონი გომელაური არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის როგორც ყოფილი დაცვის უფროსი ანგარიშვალდებული ამ ერთ ადამიანთან. როგორ ხდება ჩემო თანთა ძვირფასო რომ არც ერთი ადამიანი სოფლიოში აღარ არის ქართული ოცნების მოკავშირე, ყველა ტყუის? ბატონიკა, აი ტექნიკურ მთავრობაზე კითხავს დამატებით კიდევ აი გაჩნდა კითხვები, გასაგებია. ყველა ციცურეს ტირაჟირე? არ არის გასაგები, თქვენთვის არ არის. მე თქვენ როგორც მაყურებელს ასევე გელაპარაკებით. თქვენთვის არ არის გასაგები, იმიტომ რომ თქვენი პოზიცია სამოქალაქო ძალიან მნიშვნელოვანია, ხახ ამ ყველაფრისთვის თაობებმა იბრძოლეს. და ბევრი რამ გაიგეს. ბატონიკა, შემდგომი კითხვა, შემდგომი შეკითხვა, დიახ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, საზოგადოების ნაწილი გისმენთ და საბეჭირება მრჩება, რომ ბრძანდებით ქართული ოცნების პრესამსახურის წარმომადგენელი. ბატონიკა, ეს არის თქვენი პოლიტიკური შეფასება და ძალიან გთხოვთ. თქვენ შეიძლება სხვა არხებზე მიჩვეული ხართ სხვა შეკითხვების დასმას, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და თუ გაინტერესებთ როგორ შეკითხვებს მე ოპოზიციის და შემდეგ მართველი პარტიის მისამართით შეგიძლიათ დარჩეთ და თვალი მიადევნოთ რა შეკითხვებს დავუსვამ შემდგომ უკვე მიხეილ სარჯველაძეს. თქვენ ახლა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებთ. შესაძლებლობა რო გქონდათ ეხლა შესაძლებლობა რო გქონდეთ, იმასაც მეტყოდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ხელისუფლების დიქტატის ქვეშ. არ არის, მაქვს შესაძლებლობა და გეუბნებით და ფაქტი დამისახელეთ, რომ დიქტატორის ქვეშ ვართ, ბატონიკა. დიქტატორი დიქტატის ქვეშ ხარ. დიქტატის ქვეშ არ ვართ და ფაქტი დამისახელეთ კონკრეტული ეთერი, კონკრეტული გადაცემა, როდესაც ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს შეუზღუდეთ ეთერი, როდესაც არ გავაშუქეთ საპროტესტო. თქვენი საპროტესტო აქციები არის პირდაპირ ეთერის რეჟიმში. თქვენ შეიძლება არ უყურებთ პირველ არხს და დარწმუნებული ვარ ამიტომ ამბობთ და მსგავს შეფასებებს ამიტომ აკეთებთ. მე გირჩევთ რომ უყუროთ ან შემდგომ გადახოვის რეჟიმში ნახოთ წინა აქციებიც როგორ გაშუქდა. შემდგომი შეკითხვა თუ შეიძლება ტექნიკური ემსახურებით ემსახურებით თქვენი არხი ემსახურება, რა თქმა უნდა, თანამშრომლები არ მყავს ხედველობაში, ხელმძღვანელობა ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს. ეს არის ჩემი მტკიცე პოზიცია. როგორ რაში გამოიხატება ბატონიკა, რაში გამოიხატება ეს მსახურება? გითხარით კონკრეტული გადაწყვეტილება. არა, ჩემი შეკითხვები, ეს არის შეკითხვები, ჩვეულებრივი ზოგადი შეკითხვები. პოლიტიკური შეფასებების წარმოდგენილი სიმძიმე ვითარებით წარმოდგენილი არ აგავთ. თქვენ ის არიცით რა აყალდება მოსახლეობას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა და ზურგი შეაქცია ევროპას. რა აყდება პენსიონერს? აკეთება საშუალოდ 300 თქვენ ევრო. არიცით მე რა მაქვს გააზრებული და რა თქვენ შემნაცვლად მოაკეთებთ ბატონიკა დასკვნებს და მომიცით საშუალება შემდგომი შეკითხვა დაგისვათ. და მომავალი გვაჩვენებს. შემდგომი შეკითხვა დაგისვათ. თუ შეიძლება ეს არის ერთგვარად ზეწოლა უკვე მედიაზე და მომეცით საშუალება რომ დავსვა კითხვა და შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა. შემდგომი შეკითხვა ბატონიკა, ტექნიკური მთავრობა. მე რა მაინტერესებს, აი თქვენ 5 ივლისს თქვენ კოლეგებზე იძალადეთ. დიახ, ახლა დგას სტუდიაში დგას ოპერატორი. ბატონიკა, მომისმინეთ ჩვენ სტუდიაში დგას ოპერატორი, რომელიც დაზარალდა 5 ივლისს დაზარალდა. თქვენ საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. მე აქციებს ვაშუქებდი პირდაპირ ეთერის რეჟიმში. როგორ ხდება რომ როდესაც ყოველთვის აქცია იმართება სამართლიანი მოთხოვნით ყოველთვის ეთერში ხარ დავიჯერო? კი, ყოველთვის მე ჟურნალისტი ვარ და ეს არის ჩემი მოვალეობა რომ ვიყო სტუდიაში მიკროფონით და გავაშუქო მოვლენები. ეს არის ჩემი მოვალეობა. მე ასე ვხედავ ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ბატონიკა, ეხლა მაყურებელს ჩვენი კამათი ნამდვილად არ აინტერესებს. მოდით შემდეგ შეკითხვას დავსვა ბატონიკა. ბატონიკა, შემდგომი შეკითხვა ტექნიკური ასახიჭრებენ და თქვენ ალიბად მოკავთ რომ იცით რა ვერ გამოვესარჩრე, იმიტომ რომ ეთერში არა ბატონიკა, თქვენ ნამდვილად გამოვესარჩრეთ და თქვენ ნამდვილად ვერ მიგვითითებთ და ვერ გვასწავლით თუ როგორ უნდა ჩემი კოლეგების მიმართ სოლიდარობა. დატოვა ბატონიკა, დატოვეთ ეთერი?
ხმასთან დაკავშირებული ხარვეზია ვეცდებით რამ როგორც ჩანს ტელეფონი გაეთიშა და რამდენიმე წამში დავუკავშირდებით ბატონ ნიკას. ბატონ ნიკა, შემდგომი შეკითხვა ეხება ისევ ტექნიკურ მთავრობას, აი თქვათ დაკმაყოფილდა თქვენი ეს მოთხოვნა, როგორ წარმოგიდგენთ? ჯერადით ცდები ტექნიკური მთავრობა კი არა, თამთა აქაც გამგეცროთ ეროვნული თანხმობის მთავრობა დანიშნულოვანია. დიახ, აი როგორი თქვენც უნდა იგებდეთ მონაწილეობას. გასაგებია, თქვენ რა ლეგიტიმაცია ექნება ამ ეროვნული თანხმობის ტექნიკურ მთავრობას, ასევე აი ვინ რა ლეგიტიმაცია ქართულოცნებას? ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რა ლეგიტიმაცია აქვს? ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს რა ლეგიტიმაცია აქვს? ეროვნული თანხმობის მთავრობა ნიშნავს კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას და ქვეყანაში სუფედეს მშვიდობა და ვაიძულოთ რეჟიმი 12-ვე რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც ბევრი რამე თუ არა ყველაფერი იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრება აწლეულების შემდეგ. დიახაც, აი ამ პროცესში, აი ეს ბატონები, მათ შორის ის ბატონი, რომელიც თქვენ გეყოლებათ ჩემს შემდეგ სტუდიაში, ეს ადამიანიც უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ამ ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ ის არის ლეგიტიმაციისგან დაცლილი, არაფრის გაკეთების უნარი ბევრი მიზეზის გამო აღარ აქვს და ისტორიული, ასე ვთქვათ, არჩევანი აღარ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ბასრი დამოკლეს მახვილი ყველა ქართველზე და საქართველოს მოქალაქეზე თავზე არ დაკიდოს და უკვე დაკიდებულია სამწუხაროდ. აი ეს არის ეროვნული თანხმობის მთავრობა, სადაც თანხმობით, ეროვნული თანხმობით მოიპოვება დიახაც უდიდესი გამარჯვება, რომელსაც უნდა ვზეიმობდეთ. დღესაც ვიდრე ვსაუბრობთ წესი და რიგით, რო არ ყავდეთ თქვენ ხელისუფლებაში გომელაური, ღარიბაშვილი და კობახიძე. მე აი უბრალოდ წარმოუდგენელია, ბიფიქრია არ დაგიმალავთ საგარეო პოლიტიკური კურსის დრამატული ცვლილება, რომ აი ეს რო არ მოეხდინა ეგრეთ წოდებული U-turn-ი, რო არ გაიკეთებია რეჟიმს, ხო? და ქვეყანაში მართლა ამ მხრივ რო ყოფილიყო საფრთხე განეიტრალებული, აი ამ ქვეყანაში მცხოვრებმა პენსიონერმა, სტუდენტმა, მოქალაქემ ნებისმიერმა რატომ უნდა იფიქროს, ან ჩათვალოს, რომ ბატონი ღარიბაშვილის, ბატონი კობახიძეს, ივანიშვილის და ასე შემდეგ აი ამ ადამიანების პირობებში მათი ცხოვრება ოდესმე ერთი რიგითი კალენდარული დღის შემდეგ შეიძლება ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს, ხო? თუ ვინმე არის დელეგიტიმირებული, თუ ვინმე არის დაცლილი აღიარებისგან საზოგადოებაში, ეს არის ქართული ოცნება, თამთა ეს იცით თქვენ? ხო იცით. ხო იცით რომ ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა არის ნულოვანი. არ იცით თამთა რომ ნულოვანია ნდობა, რომ არავინ ბატონ ღარიბაშვილს არ ენდობა, რომ არავინ ღარიბას კობახიძეს არ ენდობა, აი ვინც ყავთ სტუმრად მოწეული იმას არ ენდობა. ეს მათი არჩევანი იყო, მათ ჩაიგდეს ამ მდგომარეობაში საკუთარი თავები და იმდენი მოახერხეს, რომ პრაქტიკულად დაკარგეს ნახევარი საკუთარი პარტიის ამორჩევლები. დაკარგეს როგორც მაგრამ პირველივე პუნქტი ბატონიკა ეს ადამიანები ქვეყანას მიაქანებენ რუსეთისკენ დიახაც მოხდა ის რაც მოხდა და ამიტომაც ღელავენ. მე გეუბნებით სრული პასუხისგებლობით. ქართული ოცნების 30% ამორჩეველი, რომელმაც შარსა ქართულ ოცნებას ხარი დაუჭირა, დგას ჩვენთან ერთად და აკრიტიკებს ქართული ოცნების აი ამ წარმომადგენლობას. იმიტომ რომ მათ დაინახეს ამ ეტაპზე, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მიაქანებს უბსკრულისკენ და უბსკრულია ჩემთვის სიბნელე. უბსკრულია ჩემთვის ბოლო შეკითხვას დაგისვამ, ვიცი რომ თქვენს გეჩქარებათ, რომელსაც ფაყურს ვადევნებ, ჩემთვის უბსკრულია და დეპოლარიზაცია არის პირველი გასაგებია, ბატონიკა. დავასრულოთ თუ შეიძლება, არ არის გასაგები, იძულებულები ვართ, რომ ქართველი ადამიანის ხმა კი არ ისმოდეს, არამედ ქართველი ადამიანი მშვიდობიანად მოქმედებაში იყოს მოყვანილი. და მოსულია მოქმედებაში ქართველი ადამიანი. ბატონიკა, საერთაშორისო პარტნიორების თვალში დიახ 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზება და თქვათ საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ გააკეთეს განცხადებები, რომ მთავარია პოლიტიკური თანამშრომლობა და თქვათ პარტიული ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების გატარება. აი, რამდენად თანხმედრაშია აი ამ თქვათ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დეპოლარიზებასთან. მართველი გუნდი ამას აპელირებს, რომ აი ჩვენ გავუწოდეთ ხელი თანამშრომლობისკენ, ამ შემთხვევაში პრემიერის გზავნილები მოჰყავთ ერთი კვირის, როდესაც მისი რიტორიკა პარლამენტისგან განსხვავებით იყო შერბილებული და აი ამ შემთხვევაში მათ პირველივე რაც უპასუხეს ევროკომისიის დომის დასკვნას იყო მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.
გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებით და თქვენ დეპოლარიზაცია როგორ წარმოგიდგენიათ? პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება საუბრობ ერთი წუთით პოლიტიკური ორი სამი ადამიანი როდესაც მაგიდას მიუსხდებიან და თანხმდებიან რომ იცით რა შენ ეს არ გააკეთო მე ეს არ გავაკეთო დეპოლარიზაცია იცით როდის მოხდება როდესაც ქართული ოცნება აი ამას აღარ ჩაიდენს რასაც ჩაიდენს რასაც ჩადის როცა მართვის ადამიანებთან აღარ იქნება დეპოლარიზაციის საფრთხე აღარც იარსებებს როდესაც ქვეყანაში სასამართლო მართლსასამართლო იქნება როდესაც მართლსაჯულება მართლსაჯულება იქნება როდესაც კანონი მართლკანონი იქნება როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი მართლსახელმწიფო ინსტიტუტი იქნება და არა ერთ ადამიანს დაქვემდებარებულ უწყებებს დაემსგავსება ეს პრობლემა ერთ საათში გვარდება ამიტომ და თუ მაინდა-მაინც კიდევ გაინტერესებთ დეპოლარიზაციაზე მასაუბროთ დეპოლარიზაციას თუ პოლარიზაციას ვინმე თუ ახდენს ხელისუფლება და ამ 3-4 დღემ ხო დაგარწმუნდათ სტუდენტები მსახიობები მომღერლები პოლიტიკოსები ისინი პირიქით ამბობენ რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნამ რიგში აიყვანა პოლარიზება ისინი იმასაც ამბობენ ჩემო თამთა იმასაც ამბობენ რომ ბიზნესმენები ოლიგარქი არ არის ისინი იმასაც ამბობენ რომ ღარიბაშვილი ობახიძე ეს ადამიანები ქვეყანას დიახაც დასავლეთისკენ მიყავთ ესენი იმასაც ამბობენ რომ ქვეყანაში წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა ესენი იმასაც ამბობენ რომ პენსიონერს არ უჭირს და სტუდენტს დაალხენილი ცხოვრება აქვს ესენი ამასაც ამბობენ ესენი ყველაფერს კადრულობენ ესენი იმასაც ამბობენ პარლამენტის თავმჯდომარე დღეს გამოვიდა და თქვა რომ პოლარიზაციისთვის გავიდნენ რეგიონებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიო ესენი ბევრ რამეს ამბობენ ესენი იმასაც ამბობენ რომ მერე რა რომ ივანიშვილი რუს ოლიგარქ ევტუშაკოვთან არის მჭიდრო ურთიერთობაში და რა გჯერათ თქვენ ამ ყველაფრის ბატონ ნიკა ბოლო შეკითხვას დაგისვა ქვეყანაში აბსოლუტურად უმრავლესობა 80% თვლის უკვე რომ ქართული ოცნების პირობებში შანსი აღარ არსებობს ევროინტეგრაციის. ახლა თქვენ გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ არ დაიჯეროთ. მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, როდესაც გექნებათ შესაძლებლობა ან შვებულებაში გავბრძანდებით ქაბატონო თამთა დასავლეთ საქართველოს ეწვიეთ, აღმოსავლეთ საქართველოს ეწვიეთ, თბილისის ქუჩებში გადით, მეტროში ჩადით, ავტობუსში ადით და კითხეთ კამერის მიღმა საზოგადოებას, რას ფიქრობენ ისინი. ბატონ ნიკა, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. თქვენ არ ჩაგდეთ, იმიტომ რომ თქვათ რამეში დაგერწმუნებინეთ მე მაქვს მხოლოდ შეკითხვები და მინდა ამ შეკითხვებზე პოლიტიკოსებისგან პასუხები და ის შეკითხვები, რომლებიც ჩნდება ობიექტური გარემოებების საფუძველზე. ბოლო შეკითხვა ლელომ რადგან დაანონსა, რომ შესაძლოა თქვათ გადავხედოთ საკრებულოებსა და პარლამენტში ჩვენი მუშაობის რეჟიმს, როგორც თქვათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს გეკითხებით, თქვენც ხომ არ გაქვთ აი ასეთი რამე გეგმა, თქვენ კი მანდატზე უარი თქვით, მაგრამ ზოგადად თქვენი პარტიაც ხომ არ განიხილავს კიდევ ერთ ბოიკოტს ან რაიმე ასეთი პროტესტის სხვა რაიმე ფორმას. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ერთობლივად. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება სისრულეში მოსული, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის თქვენს გათავისუფლებას. თქვენს გათავისუფლებას, მათ შორის როგორც ჟურნალისტის წრეხისგან. ამ ქვეყნის გათავისუფლებას და ისტორიული მისწრაფებებზე უარის თქმის აკრძალვა მოხდება ხალხის აქტიურობით, ქართული ოცნების მხრიდან. ამაში ვარ დარწმუნებული და ნუ შეადარებთ ამ პროცესს ნებისმიერ წინა პროცესებთან, რომელსაც ადგილი ქონია ამ წლების განმავლობაში. დიახაც, ერთადერთი მხარე არსებობს ქვეყანაში და ამ ერთადერთ მხარეს ქართული ხალხი დგას, რომელიც ძალიან მშვიდად მტკიცედ ითხოვს, რომ არ გაანადგურო ქართული სახელმწიფოებრივი საფუძვლები. მე რა რომ ბევრი ფული გაქვს ბიძინა ივანიშვილო. არ გაქვს შენ უფლება ჩემი სახელით ილაპარაკო. კითხვაზე რომ მიპასუხოთ ბატონ ნიკა. დიახ, და გითხარით, გიპასუხე არ გასაგებია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსენსუსის საფუძველზე. ის რაც მოემსახურება მათ შორის თქვენ გათავისუფლებას და აი ხა ამით დავასრულებ. რა სულისკეთებითაც ეს გადაცემა თქვენ მიყავდათ დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ არ მიიღოთ ეს რა თქმა უნდა შეურაცხყოფოთ უბრალოდ აზრია ჩემი იმიტომ ქვეყანაში იცით რა არსებობს შეიძლება მე თქვენ მოსაზრება მკითხოთ ბატონ ნიკა მე მაინც ვერ გავიგე თქვენ მე მაინც ვერ გავიგე ბატონ ნიკა რისგან გათავისუფლება გსურთ თქვენ უკვე 40 წუთია ეთერში ხართ 1 საათიც ყოფილხართ და ესეც იმის ერთ-ერთი გამოხატულება რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არანაირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ არის ბატონო ნიკა
ყველა პოლიტიკური ძალისთვის ჩვენი ეთერი არის ღია და ყველა პოლიტიკური მოვლენა მე აქ არ ვსაუბრობ შუქდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმ დოზით რაც უნდა გაჩვენოს ინტერვიუს იცით რა განასხვავებდა ამ ჩვენს დღევანდელ ინტერვიუს წინა ინტერვიუებისგან მე აქ მოსაზრებებით პრაქტიკულად არ მისაუბრია ფაქტებით გესაუბრეთ მე რომ მოსაზრებებით მესაუბრე თქვენ შეიძლება რომელიმე ცალკე აღებული მოსაზრებას არ დათანხმებოდით ან არ მიგეღოთ ფაქტები რომელიც ჩამოთვალე ოლიგარქიდან დაწყებული ძალადობით გაგრძელებული და საგარეო პოლიტიკური კურსის ბატონიკა ამ ფაქტებზე დამამტკიცებელი ამ ფაქტებზე თავარი მოპასუხე ბატონიკა ამ შემთხვევაში არის ხელისუფლება რომლებსაც მე ამ კითხვებს აუცილებლად დავუსვამ და თქვენთან მქონდა აქციასთან დაკავშირებული შეკითხვები და არ გინდოდათ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ალბათონო თამთა თქვენ მე რო გისმენდით ეხლა ხომ აქვს უფლება ჩემი აზრი აეხლა ჩემი მოსაზრება გითხრათ. წარმოვიდგინე რომ ყველაზე ისტორიულად ალბათ უახლოეს წარსული და რო ავიღოთ თარიღი 1999 წლის 9 აპრილს რომ ეთერში ყოფილიყავით. აი ასეთი სულისკვეთებით წაიყვანდით გადაცემას ნებისმიერ თქვენს სტუმართან და არ შეიმჩნევდით და იტყოდით რომ მე რა შუაში ვარ ჟურნალისტი ვარ გარეთ რაც ხდება იცით რა კომუნისტური რეჟიმი ამას ამბობს აი თქვენ ხალხო რას ფიქრობთ ეს არის თქვენი შეფასება და მოსაზრება ბატონიკა ეს არის თქვენი შეფასება და მოსაზრება და მაყურებელს დავუტოვებ იმის უფლებას რომ დასკვნები თავად გამოიტანოს ჩვენი დღევანდელი საუბრიდან და კიდევ ერთი ვერაფრისგან ვერ გამეთავისუფლებ ბატონიკა მე მიმუშავია წინა ხელისუფლების დროსაც ბატონიკა ვიყავი ჟურნალისტი და ძალიან კარგად მახსოვს რა წნეხი იყო მაშინ მადლობა ნიკამელიას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო ჩვენს ეთერში მედიაზე წნეხს გულისხმობ ბუნებრივია და დღეს თქვენ თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხართ 40 წუთი ბატონიკა და კიდევ აპროტესტებთ მე ვერ ხვდები რა პრეტენზია გაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავსვით კითხვები აქციასთან დაკავშირებით მადლობა ბატონიკა და პრობლემები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების იმიტომ მოვიდა რომ პრობლემები კი არ გაეღრმავებია არამედ პრობლემები მოეგვარებია და მოსკოვში და იაროსლავში ქვეყანა და მოქალაქეები არცაი ბატონიკა მადლობა ბატონიკა თავარია თქვენს თავთან იყოთ მართალი ქალბატონო თამთა და არ დაგავიწყდო პირველ რიგში ხარ საქართველოს მოქალაქე და მე ჟურნალისტი ესაც ძალიან მნიშვნელოვანი და არა პირიქით ძალიან კარგად გვაქვს კაცი ცნობიერებული ნიკამელია ნაციონალური